მან ღამით ასპინძის ხიდთან პატარა რჩეული რაზმი გაგზავნა, ეს რაზმი ღამის სიბნელეში მოულოდნელად თავს დაესხა ხიდის მცველებს. გაწყვიტა ისინი, ხოლო ხიდის ისრები მტკვარში გადაყარა. გათენებისთანავე ქართველები მტკვრის მარჯვენა ნაპირას გადმოსული მტრის ჯარის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ. მარცხენა ნაპირას დარჩენილი თურქ ლეკთა ნაწილები იძულებული იყვნენ ამისათვის პასიურად ეყურებინათ. დამარცხებულმა თურქებმა ხიდს მიაშურეს და მაგრამ სადღა იყო ხიდი. მტრის რაზმში პანიკა ატყდა და მისი დიდი ნაწილი ადიდებულ მტკვარშიც ჩაცვებდა. ასპინძის ომში მტერმა თავისი ჯარის ნახევარზე მეტი და მრავალი მეთაური დაკარგა. ასპინძის ბრძოლა ერთი დიდი და გმირული ეპიზოდია ქართველი ერის სამხედრო ისტორიაში, მაგრამ მას ის პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია, რაც მოსალოდნელი იყო. რადგან როგორც შემდგომ გაირკვა, ტოტლებენ საიდუმლო დავალება ჰქონდა ეკატერინესგან, რომ ერეკლე ტახტიდან ჩამოიგდო. მათთვის ყველაზე კარგი გზა მეფის ბრძოლაში დაღუპვა იყო. ერეკლე მიცოდა, რომ ტოტლებენმა და ქართლის თავადებმა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე მოსახლეობის დაფიცება დაიწყეს. ეს პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. როგორც კი ტოტლებენმა ერეკლეს ჯავახეთის გზით თბილისში დაბრუნების შესახებ შეიტყო, შეშინდა და იმერეთში გადავიდა. მიუხედავად გამარჯვებისა, ერეკლე მიხვდა, რომ რუსეთი მას დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალებას აღარ მისცემდა და ქართლ-კახეთის მეფე ვეღარც ირანთან და ოსმალეთთან შეძლებდა ურთიერთობის მოგვარებას. დაგვიწერეთ კომენტარებში, იყო თუ არა ასპინძის ბრძოლა ერეკლე მეფის ყველაზე დიდი გამარჯვება. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.